დღეს ხუთშაბათია და ამ დროს ტრადიციულად ეთერს უთმობთ ჩვენს თანაწამყვანს სპიანის ვანოს არაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებულ პროფესორს ნინო ჟვანიანს, რომელთან ერთადაც ვსაუბრობთ ხოლმე მუსიკაზე. თუმცა ცხადია, დღეს ეს შეუძლებელი იქნებოდა ნინოსთან ერთად ისპანისტი, მთარგმნელი თესეოს ლექტორი ქეთევან ხუსკივაძეა ჩვენთან ერთად და ვსაუბრობთ მიმდინარე დრამატულ მოვლენებზე. მივესალმებით. მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. ნინოსთან საუბრით დავიწყოთ, ხო, დღევანდელი დღის წესრიგი აბსოლუტურად შეცვალა იმ ფაქტებმა, რაც მოხდა გუშინდელი დღის მანძილზე. დილიდან დაწყებული ეს მძიმე ამბები მიყვა ერთმანეთს. თქვენთვის რის სახე იყო ეს გუშინდელი დღე და რა არის გასათვალისწინებელი გუშინდელი დღით ქართული საზოგადოებისთვის? მოგესალმებით. იცით რა, სხვათა შორის ვფიქრობდი ამაზე, რომ აი გუშინდელი დღე როდესაც რამდენიმე საათის განმავლობაში ძალიან მძიმე შემთხვევა მოხდა, რომელიც დასრულდა სამწუხაროდ და აგვირგვინდა ეს ტრაგედიით. აი მართლაც სახეა იმ პოლიტიკისა, რომელსაც ქართული ოცნება ატარებს. ახლა ვიცი, ბევრი დაიწყებს იმაზე საუბარს, რომ ესეთი რაღაცები ყველგან ხდება, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად უნდა გავიაზროთ, რომ უბედურება ბევრგან ხდება, ტრაგედია ბევრგან ხდება, მაგრამ ტრაგედია არ უნდა იყოს სისტემური იგნორირების, სისტემური, მოდით ეს ვთქვათ, დანაშაულის შედეგი. ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ აქ საუბარია მაგალითად აი 17 წლის გარდაცვლილ ბიჭზე და არ ვიცი ხა რა უნდა უთხრა ასეთ დროს მშობლებს და ნათესავებს, მაგრამ სულით და გულით ვუსამძიმრებ მათ, როდესაც შენ იცი, რომ ქუჩაში დადიოდა ადამიანი, რომელიც რამდენჯერმე იყო ნასამართლები და ამ ადამიანს ქონდა ეთყობა იარაღის ტარების უფლება, ხოლმე ახლა დეტალები არ ვიცი, მაგრამ ეს ინფორმაცია არ არის დეტალები ცნობილი, თუმცა ცნობილი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ მას იარაღი ქონდა. ხელმისაწვდომი გახდა ეს იარაღი. სად არის ახლა სისტემის პრობლემა, რომ აი ამის ფონზე, როდესაც აი ესეთი ადამიანები არ არიან კონტროლქვეშ აყვანილი და ამ დროს მზია ამაღლობელი ციხეში, რეზო ტიქნაძე ციხეში ზღვის და თუნდაც რამოდენიმე დღე გაატარა ციხეში ისპანისტმა და თესეოს მოწვეულმა ლექტორმა ქეთევან ხუსკივაძემ და თუნდაც ის რომ ვახოს ანაია აი ამისთან მოვლენების ფონზე 14 დღით გავუშვეს ციხეში. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკის შედეგი და ეს არ არის ცალკეული უბედური შემთხვევა, რომელსაც შეიძლება კი არა და აქვს სამწუხარო ცხოვრება, ასეთია ადგილი ადამიანების ცხოვრებაში. ამიტომაც მე ბუნებრივია, რომ დღეს გამიჩნდა საშინელი პროტესტი და ყველას გაგვიჩნდა ეს პროტესტი, რომ მოვსულიყავი აქ და გვესაუბრა, მე და ქეთევანს უნდა გვესაუბრა მარკესის უკანასკნელ რომანზე, რომელიც ქეთევანმა თარგმნა, შევხვდებით აგვისტოში და მუსიკის როლზე. მაგრამ როგორია, როდესაც აი ამდენ მძიმე შემთხვევას გაიაზრებ ერთი დღის განმავლობაში. თან ამას ხო წინ უძღოდა ასევე დიდი ტრაგედიები გავიხსენოთ, თუნდაც გორში დაყუპული დედაშვილის ამბავი, რომელიც ასევე სისტემური დანაშაულის შედეგია. ადამიანს 225 ჯარიმა ჰქონდა, ვერ აჩერებდნენ თურმე პოლიციელები შიშით, იმიტომ რომ ემუქრებოდნენ თუ გააჩერებდნენ და რა შეიწირა ამან დედაშვილის სიცოცხლე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის სისტემური დანაშაული და შენ ამის შემდეგ გამოხვიდა ხა და ისაუბრო მარკეზე, ძალიან ძნელია. სხვათა შორის მე ხშირად მიფიქრია, იცით რომ ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ხელოვნება, ლიტერატურა, ეს ყველაფერი გვინდა არ გვინდა, მაინც მიმართულია იმისკენ, რომ მოდი ესე ვთქვათ გაართოს ადამიანის სულიერი სიმშვიდე, მიანიჭოს, მიიღოს მონაწილეობა მის სულიერ განვითარებაში, კიდევ ბევრი რამ დგას ხელოვნების უკან. და ხანდახან, როდესაც შევხედავ, რამდენი ტრაგედია ხდება ირგვლივ, გეხარ ამ დილემის წინაშე, როდის აკეთო შენი საქმე, როდის ისაუბრო ამაზე და როდის გაჩუმდე. მაგრამ მე მივხვდი, იცით, საბოლოოდ, როდესაც ტრაგედია, უსამართლობა აღწევს ზოგადეროვნულ ან ზოგად საკაცობრიო მასშტაბს, აი მაშინ მე მგონი არავის არ აქვს უფლება დააიგნოროს ეს დიდი უსამართლობა, დააიგნოროს ტრაგედია და ისაუბროს თუნდაც აი მაღალ მატერიებზე, იმიტომ რომ რაზეც ვისაუბრებდით, ისიც ძალიან მნიშვნელოვანი თემებია. ასეთი არაადეკვატურობის შეგრძნება მქონდა, არ მithქოს ეთერში არასოდეს, მე მგონი 2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც გაკვეთილებს შორის უცებ ნახე სოციალურ მედიაში პოსტი და ჩემ სტუდენტს დავახურინე ნოტები და უთხარი მე ახლა ვერ ჩაკიტარებ შენ გაკვეთილს. მე მგონი ჩვენ ყველანი ერთიანი უნდა ვიყოთ, ყველა ვაკეთებ ჩვენ საქმეს, ძალიან წარმატებულია თავის საქმეში, თქვენ წარმატებული ხართ თქვენ საქმეში, მეც მართლა შედარებით წარმატებული ვარ ჩემ საქმეში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, როდესაც რაღაცა ძალიან სერიოზული დიდი
დიდი ტრაგედია ხდება და ეს ტრაგედია არის დიდი უსამართლობის, ზოგადეროვნული უსამართლობის შედეგი. ჩვენ ვალდებული ვართ ამ თემას შევეხოთ და ვალდებული ვართ დავუპირისპირდეთ ამ პრობლემებს და ვალდებული ვართ გავაპროტესტოთ ეს ყველა. სიკვდილი, ძალადობა, უსამართლობა შეგრძნება აქეთი, რომ ერთი კაცის მიერ შექმნილ რაღაცა ძალიან სუდ და მახინჯ ექსპერიმენტში ვართ ყველანი ერთად აღმოჩენილი. გუშინ ადამიანები აზიარებდნენ Facebook-ზე სტატუსებს, როგორ შეიპყრო ამ მოვლენების შემდეგ შიშმა, როგორ კითხულობდნენ თავიანთ შვილებს და მოუწოდებდნენ მათ, რომ დაბრუნებულიყვნენ სასწრაფოდ სახლში. სად ვბრუნდებით? აი ეს რეალობა თითქოს რამდენიმე ათეული წლის წინ ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ, მაგრამ ნელ-ნელა ნაბიჯ არის განცდა, რომ იქ ბრუნდებით. ხო, მე მგონია რომ საერთოდ არ უნდა გქონდეს ასეთი აღქმა, რომ ამ ერთი კაცის ამბავს უკავშირდება, მე პირდაპირ თქვი რუსი ავაზაკის ამბავს უკავშირდება ჩვენი ეს უბედურება, ეს ნამდვილად ასეა. და ასედაც მოვიდა ეს კაცი და სანამ ამაზე ვისაუბრებდე, მანამდე მაინც მინდა ნინოს გამოვეხმაურო, ჩვენ დღეს მაგიურ რეალიზმზე და მუსიკაზე უნდა გვესაუბრა, მაგრამ ამ ქვეყანაში უკვე დიდი ხანია მახინჯური რეალიზმი და საერთოდ ტრაგიკული რეალიზმია და მართლა ამ ქვეყანაში ისმის ჯოჯოხეთის ხმები და შეუძლებელია ამას არ რაღაცნაირად გამოვეხმაუროთ. მე გუშინ აქციიდან რომ ბრუნდებოდი, ნინოს მოუყევი კიდევაც, მთელი დღე იყო კოშმარული, ვახო დააკავეს აზროვნებისთვის. ჩვენ ვამბობთ, რომ სიტყვის თავის არა, ეს არის აზროვნებისთვის დაკავება ადამიანის. იცით თქვენ რომ 26-ში არის გადის უკვე 25 წლის თავი არის მისი ძმის გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან და ამ დროს იქნება ვახო ციხეში. აზროვნებას თავისი გამოხატულება აქვს, ის უნდა თქვა, სიტყვით უნდა დაწერო სადღაც და ასე შემდეგ. აი ამისთვის დააკავს, უკვე აქამდე მივედით და უკვე შეგვიძლია ვთქვათ თამამად, რომ ეს არის აი ამ ერთი რუსი ავაზაკის დიქტატურა ამ ქვეყანაში დამყარებული. და შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, ერთ-ერთმანეთზე საშინელი ამბები ხდებოდა. იცით რა, შეიძლება ერთხელ ვიფიქროთ, რომ რაღაცა ბედისწერა იყო ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია, მაგრამ შეუძლებელია ბედისწერა ორჯერ ერთი და იგივე ქუჩაზე ხდებოდეს, თუ ეს არ არის ძალიან კარგად დაგეგმილი, აი რო თქვა ამალიძე უნდა გავიხსენოთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ. ქუჩაზე მოხდა ის დიდი ტრაგედია 2021 წელი იყო თუ კი ბატონო, ეს არის იმის შედეგი, იმ პოლიტიკის შედეგი, რომელიც დაიწყო ივანიშვილმა ამ ქვეყანაში, ის მოვიდა საერთოდ ჩვილის გარდაცვალებით, მოვიდა ტყუილებით და არაფერი სხვა არ უკეთებიათ ამ ხნის განმავლობაში. ჩვენ ხედავთ, რომ ეს რეჟიმი ყბადაღებული ითხოვს ახალ მსხვერპლს ყოველ ჯერზე და ეს მსხვერპლი არის ხან, რა ვიცი მე, შოვის ტრაგედიას, ხან იქნება ჩამონგრეული, რა ქვია, შენობა, ხან იქნება სოფელი, რომელიც მიწამ ჩაიტანა, ხან იქნება დახოცილი ბავშვები, ხან იქნება ნარკოტიკით დაღუპული ამდენი ათასობით ახალგაზრდა. მე გუშინ აქციიდან რომ მოვდიოდი, აი იმას დაუბრუნდები, ჩამოვიარე ხელჩინაშვილის საავადმყოფოსთან და ისმოდა ქალის განწირული კივილი და გარშემო ადამიანები იყვნენ გაყინულები, ვერ ინძრეოდნენ ქუჩაზე მიმავალი. მე ის ქალი არ დამინახავს, არ ვიცი რამდენად გარდაცვლილი მოზარდის დედა იყო, შეიძლება სხვა ადამიანის დედა იყო, ან შეიძლება საერთოდ შვილი იყო, მაგრამ ის ხმა არის დღევანდელი საქართველოს ხმა. ამ ხმით გავიღვიძე მე დღეს და ნინომ რო დამირეკა, სიმართლე გითხრათ, მომეშვა გულზე, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ახლა ამ პირობებში ვისაუბროთ სხვა რამეზე, ხო? ნახეთ, ჩვენ მიბრძვით, ახლა იმაზე ვლაპარაკობთ, რომ პროფესიულად სულ გვინდა რომ რაღაცა გავაკეთოთ, უფრო მეტი რაღაცა წარმატებას მივახციოთ, ხო? მე ვიბრძვი იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში უმაღლეს განათლება, რომელსაც აუქმებენ საერთოდ, შევინარჩუნო და ამ დროს ბავშვი, რომელმაც ჩააბარა, გაიარა ეროვნული გამოცდები, საერთოდ გვიკლავენ და ის ვერ შემოდის უნივერსიტეტში. ვერც უვარგის და ვერც კარგში. აი ასეთ რეალობაში დავდექით სამწუხაროდ რა. და ამაზე აი ამ პირობებში ჩვენ რო დავდგეთ და ვისაუბროთ ანა მაგდალენა ბახის ნებებზე, ეს იქნება ამორალობა, აი ზუსტად ეს ამორალობა უნდა აი ამ რეჟიმს. უნდა რომ რაღაცნაირად პროპაგანდაც ასე მუშაობს, რომ და თავს დაგვატეხოს ტრაგედია და მე გითხრას, რომ აი მე მაქვს გამაყუჩებელი და თქვენ იყავით მშვიდად რაღაცა, ხო ეხლა ნახეთ რა იყო ის გააცემა სიმშვიდეს თუ რაღაცას ეძღვნებოდან და როგორ შევინერდო ბედნიერებას საზოგადოებრივ მოწყობაზე, ხო? შევეხოთ იმ თემასაც, რაც ნინომაც თქვა და რაც ხშირად მოგვისმენია ოცნების მაღალჩინოსნების მხრიდან დამაიმედებლად, რომ ეს სხვაგანაც ხდება. რამდენად დამაზიანებელია ასეთი კომენტარი მსგავს ტრაგედიას
ტრაგედიებზე და უბედურებებზე და რა სამწუხაროდ ეს გვესმის სისტემატურად ყველა ასეთი მძიმე ფაქტის და შემდეგ. მორალთან რამდენად თავსებადია ასეთი მიდგომა. ხო, იცით რა, მე კიდევ ერთხელ ამ როდესაც ერთხელ ხდება უბედურება, იქ შეიძლება ეს თქვა. მაგრამ არ დატოვეს ქალაქში, პირდაპირ შემიძლია თქვა, არც ერთი ქუჩა, სადაც უბედურება არ ხდება. არ დატოვეს ქვეყანაში არც ერთი სოფელი, არც ერთი ადგილი, სადაც უბედურება არ ხდება. და როდესაც მასშტაბებს უყურებთ, ეს არ არის უბრალოდ აი რაღაცა ციდან მოვლენილი რამე გამოცდა აქ იმას რეჟიმს, თუ რაშია საქმე. როდესაც კორუფციაზე გითხრა ივანიშვილმა, რომ თვალი უნდა დახუჭოთო, იმ კორუფციას რომ მოყვებოდა ეს ამბები ჩვენ ხო ვიცოდით. როდესაც თქვა რომ მე საერთოდ არ მადარდებს ადამიანებს ამ ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობა, ეს რას ნიშნავდა, რომ არ ადარდებდა მას არც ჩვენი სიცოცხლე და ჩვენ ამას მოუყურეთ. და არანაირად არ გავეცით პასუხი. მათ თქვა რა ფულია ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს ფული იცით რა არის? ეს ფული არის მისი ძალაუფლება. ფულს თუ გამოართმევთ ივანიშვილს არაფერი არ რჩება მისგან, ხო? აბსოლუტურად. ხო და აი ასე გითხრა რომ მძევლად ავიყვან მთელ ქვეყანას და მძევლად აყვანილ ადამიანებს ხან ვის გამოჭრიან ყელს, ხან ვის ესურიან ტყვიას, ხან ვის მოხდება ბრმა ტყვია და ვინ არის დაცული. განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, სადაც გითხრეს რომ ჩალის ფასი აქ ადამიანის სიცოცხლეს, სტუდენტი შემილია მარტო იმიტომ დავიჭირო და თითო დღე სტუდენტის არის უძვირფასესი ადამიანის თითო დღე არის ძალიან ძვირფასი, წავიყვანო ჩავსვა ციხეში და ხმა არავინ არ ამოიღოთ, ლექტორი წავიყვანო ჩავსვა ციხეში და ხმა არავინ არ ამოიღოთ, პედაგოგი, მასწავლებელი, არ ვიცი, მრავალშვილიანი დედა და ასე შემდეგ. აი ეს არის ამის შედეგი და არა ის რომ რაღაცა უბედურება ხდება. აი სახელმწიფო რომელიც იდეაში ჩვენი უსაფრთხოების გარანტი უნდა იყოს, თვითონ არის ქცეული ასე ვთქვათ ბრმატყვიად, რომელმაც შეიძლება რომ ნებისმიერი ჩვენგანი იმსხვერპლოს თუ ფიზიკურად არა, მენტალურად მაინც აუცილებლად, ხო? ნინო, რაში ხედავ გამოსავალს, რა უნდა ქნას საზოგადოებამ, როგორი უნდა იყოს ჩვენი რეაქცია თან იმ ფონზე, როდესაც აგერ რუსთაველის პროტესტი როგორც ჩანს იმდენად აწუხებს ის რაოდენობა, ვინც დღემდე გავართიქ, რომ აი აგერ უკვე დღეიდან შესაძლოა ამის შანსიც აღარ გქონდეს და გადათხარო იქაურობა პირდაპირ მნიშვნელობით. ცეცილი, დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის, იმიტომ რომ ამაზე ვფიქრობ მე ზუსტად აი გუში მთელი დღე. გამოსავალი არის ისევ და ისევ პროტესტი. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, პროტესტი არის უსამართლობაზე გამოჟღავნებული ყველაზე ჯანსაღი რეაქცია. პროტესტს უნდა ქონდეს განსხვავებული სახეები და ყველა ადამიანმა ისე როგორც შეუძლია უნდა გააპროტესტოს. სხვათა შორის დღეს სოციალურ ქსელში ვნახე დიდი ხნის მიძინებული ჩემი ნაცნობების, ჩემი ფრენდების, ესე შეიძლება მოვიხსენიოთ, ხო? პოსტები აღშფოთებულები და ძალიან გამიხარდა სხვათა შორის, იმიტომ რომ ყველა ადამიანი უნდა იპოვოს საკუთარ თავში ძალა და გამოხატოს პროტესტი. პროტესტის ეშინია პირველ რიგში ნებისმიერ რეჟიმს და პროტესტი უნდა განვაგრძოთ იგივე რუსთაველზე. ჩვენ მაგალითად გუშინ შევიკრიბეთ, შენც იქ იყავი რუსთაველზე და ვიდრე არ ვნახავთ რა სახე აქვს ამ განახლებას რუსთაველის პროსპექტისა ვიკრიბებით კვლავ რუსთაველზე. პროტესტი გაგრძელდება შაბათის მარშებზე და მინდა გამოვიყენო ეს ეთერი და ვუთხრა ყველას, არა მარტო შაბათის მარშის მონაწილეებს, რომ შაბათის მარში ახლა დაიწყება, შემდეგ შაბათის მარში ავლაბრის მოედნიდან და მივალთ კანცელარიამდე და მინდა მოვუწოდო არა მარტო აქტიურ მონაწილეებს პროტესტის, არამედ ყველა ადამიანს, ვისაც აწუხებს საქართველოში რა ხდება, მოვიდეს და გამოხატოს პროტესტი. პროტესტი რომ არ ყოფილიყო საზოგადოება პროგრესს არ ექნებოდა ადგილი. თქვენ წარმოიდგინეთ თავის დროზე სპარტაკს რომ არ გამოეხატა პროტესტი იმის მიმართ რაც ხდებოდა რომში, დღესაც მონათლობელობაში ვიქნებით. პროტესტი არის საფუძველი პროგრესისა. პროტესტი რო არ ქონოდათ ადამიანებს რომ ამდენი ბავშვი იღუპება მაგალითად, არ განვითარდებოდა მედიცინა. დღეს ანა მაგდალენა ბახზე უნდა გვესაუბრა და ბახის მეუღლეს 13 შვილი ყავდა და 7 დაკარგა. და აი ამ უსამართლობის შეგრძნებამ განავითარა ცივილურ სამყაროში მედიცინა და მოვედით იქამდე რომ ოსლოში 7-10 შვილი არ უკვდება ადამიანს, ხო? ეს ყველაფერი არის შედეგი პროტესტისა, რომელიც ადამიანის სულში უჩნდება. პროტესტი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის ჯანსაღი მოცემულობა და არა აგრესიული აქტი, როგორც გვაშავებენ ჩვენ ძალიან ხშირად დღეს და სხვათა შორის პროტესტი უნდა გაგვიჩნდეს, მინდა ეს გამოვიყენო ეს ეთერი და ვთქვა იმის მიმართ, რაც ონისეს დაემართა ოქრიაშვილს და პროტესტი უნდა გაგვიჩნდეს პროპაგანდა
პროპაგანდისტული მედიის წინააღმდეგ და უნდა გამოვხატოთ ეს პროტესტი ჩვენ სხვადასხვა სახით, ვისაც როგორ შეუძლია. მე მაგალითად ბევრს თითქოს ვერ ვაკეთებ, მაგრამ მაინც იცი და 51 წლის კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი ვარ. განა არ მესმის რომ რაღაც მომენტში შეიძლება ეს ყოფილი სასაცილო იყოს, მაგრამ ვიყებ დოლს ხელში და მივდივარ მარსზე იმისათვის რომ გამოვხატო პროტესტი და პროტესტის შედეგია მე მაინც ვთვლი რომ ის რომ დღეს თლად ჩრდილოეთ კორეა არა ვართ და ეს არ უნდა დადგეს ეს დღე და ეს იქნება პროტესტის დამსახურება. გელოდებით ყველას შაბათის მარსზე, გელოდებით დღესაც რუსთაველზე. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ იმ რიცხვს, რომელიც გვქონდა 2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც ყველანი აღშფოთებულები და პროტესტის სულისკვეთებით გაჟღენთილები გავედით რუსთაველზე. კეთილ, ამაზე საუბრით გავაგრძელებთ თქვენთან. რა მცდელობა აქვს ოლიგარქს, რომ ნელ-ნელ რამდენად გაქვთ განცდა იმის, რომ თითქოს ვეჩვევთ. არის აღშფოთება კი დილიდან დღეს სოციალურ ქსელში ამაზე ბევრი წერს, გაბრაზებულია, გამოხატავს ამ მდგომარეობას, მაგრამ ხვალ გავა რამდენიმე დღე და რაღაცნაირად მინელდება ხოლმე ეს აღშფოთება. ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი და რა შეიძლება ვთქვათ, რაში შეიძლება ვთქვათ ასეთი ენერგია გადაიზარდოს იმისთვის, რომ მივიდეთ გარკვეულ შედეგად. ეს სწორედ იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც ავაზაკი აი აქ ატარებს და მან იცის ერთადერთი რამ შიშით როგორ მართოს ეს ქვეყანა. აი ესეთი შიშები რომ მოვიდა პირველი რაც გააკეთა ჩვენი შიშების რაღაცნაირად მონოპოლია მოახდინა და იმითი დაიწყო მართვა საზოგადოებას. იმიტომ რომ წარმოუდგენელია მე საერთოდ ვერ ხვდები როგორ შეიძლება საზოგადოება გაუჩუმდეს ამდენ უბედურებას. აი ხა მანამდე ვახსენე ამბავი, ხო საშინელი მდგომარეობა არის 90-იანებში არ ყოფილა ასეთი მდგომარეობა, ახალგაზრდები იღუპებიან რუსეთიდან შემოტანილი ჯანდაბა ნარკოტიკებით იმ საშუალებებით, რომელსაც არ აქვს მნიშვნელობა კამიტზე ატეხეს ერთი ამბავი და ჩემთვის ამ მნიშვნელობა კამიტი მომკლავს თუ მომკლავს რაღაცა ნარკოტიკი, რომლითაც მთელი ახალგაზრდობა და მომავალი საგანგაშო ამბავი აბსოლუტურად. რატო არის ხალხი გაჩუმებული? ნუ არის ჩუმად მილიონნახევრიანი დედაქალაქი. არ შეიძლება ამ დროს ეს ძილი სიკვდილს უდრის, იმიტომ რომ ჩვენ მომავალს გვართმევენ. ნუ არის ჩუმად საქართველოს 3 მილიონზე მეტი ვართ. ნუ იქნება ჩუმად, იმიტომ რომ ჩვენ ყოველ დღე ამ ქვეყანაში ვიღვიძებთ და გვაქვს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა. ამ უბედურებაში ვართ, გენოციდი მიდის ჩვენი ქვეყნის და ნუ აღშფოთდებიან და დამშვიდდებიან ძალიან მთხოვ. ამას აქვს თავისი ფორმა, ჩვენ მესმის პროტესტში ვინც ვართ, ეს ძალიან კარგად გავიაზრეთ, რომ ამას ჭირდება მუდმივი ბრძოლა, იმიტომ რომ ოლიგარქმა ის არ გააკეთოს, რის გაკეთება ძალიან კარგად უნდა და მშვენივრად უნდა, რომ საერთოდ მოასუფთავოს აქ ველი და გახადოს რუსეთის რაღაცა ერთი პატარა გუბერნია, სადაც მხოლოდ მას ექნება ძალაუფლება ანუ ფული და მის ვიგინდარა იმას, რა ქვია, ბანდას, მაგრამ აქ არიან ადამიანები, კიდევ ამბობ 3 მილიონზე მეტი ვართ. არ არის საჭირო ყველა გამოვიდეს ქუჩაში და ყველა მაცხადოს პროტესტი, ყველას აქვს რაღაცა თავისი ფორმა და ამითი უნდა გამოცხადოს, რაღაცა დაუპირისპირდეს რეჟიმს, მაგრამ ჩვენ მარტო ნუ გვიყურებენ ძალიან მთხოვ. იმიტომ რომ პროტესტში მყოფი ადამიანები ძალიან ბევრ ფრონტზე ვიბრძვით, ჩვენი რესურსიც არის ამოწურვადი და არ გვინდა ეს რო ხვდებით ამ ადამიანებს ძალიან ბევრს და გვეუბნებიან, მაიმე თქვენი იმედი მაქვს. მე საკუთარი თავის იმედი მაქვს. ასევე უნდა კონდეს მასაც საკუთარი თავის იმედი და თავად უნდა გადაეჩინოს თავი. აი ეს არის გამოსავალი მე ესე მგონია. ხო, მართოდ ბოდიში სესილი ერთი სიტყვა კიდე. თუ რამის ეშინია ოლიგარქს, ეს არის სწორედ ის, რომ ადამიანებმა ხმამაღლა თქვან გამოაცხადონ პროტესტი. თუ იქნება სიჩუმე, ეს სიჩუმე მოქმედებს რეჟიმის დროს როგორც საკვები და ნუ გახდებიან ეს ადამიანები საკვებად რეჟიმის და დიქტატურის. და მართლაც რეჟიმთან ბრძოლაში ადამიანები სხვადასხვა ხერხს და გზას მიმართავენ და ამ ბრძოლაში მართლაც არიან გამორჩეული ადამიანები, თქვენ მათ შორის ჩვენი კოლეგა და მეგობარი ვახოსანაია, რომლის თავარი იარაღი არის მისი მთავარი სიტყვა და დაუმორჩილებლობის აქტი, რაც იყო ალბათ ასე ვაფასებ მე ყოველ შემთხვევაში ამ მის სტატუსებს და აი ის რომ ვახომ დაგვანახა ამ პროცესის აბსურდულობა და ფაქტობრივად ნიღაბი ჩამოხსნა ამ პროცესს რა მნიშვნელობას ატარებს დღეს დანარჩენი საზოგადოებისთვის, როგორ ფიქრობთ? ხო, ძალიან კარგად, მართლაც დაუმორჩილებლობის აქტი იყო და ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი დაუმორჩილებლობის აქტები.
რაღაც თავისებური პერფორმანსი იყოს, მე ხო როგორ ისე იღუძებ ჩემში ხელოვანი, მაგრამ მართლა პერფორმანსი იყო, რაც გააკეთა აი დაწყებული იმპოსტებით და დამთავრებული იმით, რომ ადამიანი შეგნებულად წავიდა ციხეში. მე როგორც მივხვდი ელოდა ამას, რომ შეიძლება დაეჭირათ და ჩვენ გვჭირდება მართლა გვჭირდება აი ასეთი აქტები და როგორც ქეთი თქვა, ბევრი ამბობს, რომ ყველამ საკუთარი თავი უნდა იპოვოს ამ პროტესტში და ისე როგორც შეუძლია, ისე როგორც ძალუც გამოხატოს აღშფოთება იმის მიმართ, რაც ხდება. იმიტომ რომ ყველაზე საინტერესო რა არის, იცით, რომ როდესაც დადგება აი ამ სისტემის გაუმართავობის შედეგი, ტრაგედია, ამ შედეგმა არ იცის არჩევა, რომ არ დაინდობს ქართული ოცნების მომხრეებს, არ დაინდობს კონფორმისტებს. აი ბრმა ტყვია შეიძლება მოხდეს როგორც პროტესტში მონაწილეს, ისე იმას, ვინც არა პროტესტებს, ან იმას, ვინც ჩვენ გვაშავებს. იდეაში ჩვენ რისთვისაც ვიბრძვით და მართლა ხო არ არის საკუთარი კეთილდღეობა, ძალიან კარგად ვცხოვრობდით, შეძლების დაგვარად მანამდეც და ჩვენ საქმეებს ვაკეთებდით, ხო? ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რა შედეგით შეიძლება დადგეს თუ უგულებელ ყოფთ პროტესტს. და კიდე ერთ რაღაცა მინდა ვთქვა, სხვათა შორის ძალიან საინტერესოა. მე ბევრი მიფიქრია პოზიტივზე. საერთოდ ითვლება, რომ პოზიტიური ადამიანი ვარ და ეს არ არის მოცემულობა, მე ბევრი მიმუშავე იმაზე, რომ გამოვიყურებოდე, ვიქცეოდე აი პოზიტივის ჭრილში, მაგრამ პოზიტივი არ უნდა გახდეს ისტერიული. და პოზიტივი არ ნიშნავს, რომ შენ გაექცე პრობლემებს და არ მიიღო გადაწყვეტილებები იმისათვის, რომ გადაჭრა ისინი. პოზიტივი არ ნიშნავს, რომ შენ მიჩქვალო პრობლემები, აი როგორც იტყვიან ხოლმე ხალიჩის ქვეშ შეყარო მტვერი. პოზიტივი ნიშნავს, რომ თუნდაც პოზიტიურ ჭრილში იბრძოლო საკუთარი უფლებებისთვის, იბრძოლო უსამართლობის წინააღმდეგ. და დღეს აი რასაც აკეთებს პროპაგანდისტული მედია, იმიტომ რომ განსაკუთრებით აღმაშფოთდა ამ ონისეს ამბავმა და დავფიქრდი მათ ქმედებაზე, აი ცდილობენ ამ რაღაც ისტერიული პოზიტივი ერთის მხრივ, რომ გადაფარონ ყველა ეს პრობლემა და მეორეს მხრივ დააგეშონ ხალხი ერთმანეთზე, ხო? მე ადამიანი რომელიც ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი პოზიტივს და ვთვლი რომ პოზიტიური ადამიანი ვარ, მოგიწოდებთ გამოიყენეთ პოზიტიური აზროვნება იმისათვის რომ ებრძოლოთ უსამართლობას და იმისათვის რომ გადაწყვიტოთ ჩვენს ირგვლივ არსებული პრობლემები. რამდენიმე წუთი გვჭირდება გადაცემის ამ ნაწილში. ქეთის ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ნინოს ძალიან დიდი მადლობა ამ სეზონისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ეს რუბრიკა, რასაც ნინო გვთავაზობს და გააგრძელებს. ვერ ვისაუბრეთ დღეს კონკრეტულ თემაზე, თუმცა პირობას დავდებთ რომ ამაზე ვისაუბროთ. და მადლობა გითხრათ ყველას, ვინც მომეცით საშუალება ერთი სეზონის განმავლობაში მესაუბრა მუსიკის შესახებ, არჩილს, რომელიც აქ არ არის, ანა მახარაძეს, რომელიც უზრუნველყოფდა საოცარ ვიზუალს, ეკა სესილის არაჩვეულებრივ თანაწამყვას და შენ იმისათვის რომ მომიპატიჟე ყველა ხმის რეჟისორს, ოპერატორს და ერთ რაღაცა მინდა ვთქვა, სოჟეს გამოვიყენო ეს და თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა რთულ ვითარებაში უწევთ ამ ადამიანებს მუშაობა. მე ვიტყოდი რომ უანგაროდ მუშაობა იმისათვის რომ თქვენ მიიღოთ ინფორმაცია. არავითარ შემთხვევაში არ მინდა ამ ვითარების რომანტიზება არ მიყვას, მაგრამ რახან რომანტიზმი ვახსენდა, რახან მაინც ესეთი გადაცემა. იცით, როდის წარმოიქმნა რომანტიზმი ხელოვნებაში? როდესაც მე-18 საუკუნის ბოლოს ევროპაში ყალიბდებოდა და ვითარდებოდა კაპიტალიზმი, რომელსაც მოყვა, როგორც მაქს ვებერი სოციოლოგი ამბობდა, მე სამყაროს რაციონალური გაციება და განჯადოება. ეს პრობლემა სამყაროს რაციონალური გაციების ხელოვნება მიგრძო მანამდე, სანამ ეს მართლა მიაღწევდა თავის პიკს და თავის წიაღში წარმოქმნა რომანტიზმი. ამიტომაც მე სულ ვიძახი რომ რომანტიკოსი ადამიანები არიან ისინი, ვინც აკეთებენ, უპირისპირდებიან რაღაცა მავნე ტენდენციებს და ამას აკეთებდნენ მანამდე, სანამ რომანტიზმი გაჩნდებოდა და მანამდე, სანამ რომანტიზმი როგორც სიტყვა დამკვიდრდებოდა. მე ვთვლი რომ რომანტიკოსი ადამიანები განსაზღვრავენ საზოგადოების ყოველ შემთხვევაში სულიერ პროგრესს. მე ვთვლი რომ ყველა აქ ვინც მუშაობს არის რომანტიკოსი. ვახოსანაი არის რომანტიკოსი, ჩვენი რეჟიმის ტყვეები არიან რომანტიკოსები, გაუმარჯოს რომანტიკოსებს. რომანტიზმზე აუცილებლად ვისაუბრებ სექტემბერში. ეხლა კი მინდა დაგემშვიდობოდი და ერთი რაღაც მაინც დაგიტოვოთ, როგორც ყოველთვის ვაკეთებდი ამას. რაც არ უნდა მოხდეს, გახსოვდეთ მუსიკას უთქვენთან. დიდი მადლობა.